დღეს ჩვენ ვაწყობთ UFC-ს საოცნებო ქართს თეთრი სახლისთვის. ეს არის რისი ნახვაც მსურს მე, სანამ მას ოფიციალურად გამოაცხადებს დანა ვაითი. ასე რომ მოდი, შემომიერთდე ამ თავგადასავალში. და დავიწყოთ. პრელიმები. პირველი ბრძოლისთვის ვირჩევ კოლბი კონვინგტონი გილბერტ ბერნსის წინააღმდეგ. პრელიმებს უზარმაზარი ბრძოლით ვიწყებთ. კოლბი რაღაც მიზეზით კვლავ ტოპ 15-ია, გილბერტი კი მე-12 ნომერზეა. ბერნსი ნამდვილი ლეგენდაა. ეს საუკეთესო გზაა თეთრი სახლის ქარდის გასახსნელად. მეორე ბრძოლისთვის ვირჩევ შუგა შონ ომალი კორი სენთეგენის წინააღმდეგ. შემდეგი მოდის ომალი. ის UFC-ს ფავორიტია. UFC 324-ზე მისი დიდი გამარჯვების შემდეგ ის აუცილებლად უნდა იყოს ამ ქარდზე. კორის შესანიშნავი სტრაიკერია, ასე რომ ეს იქნება ნამდვილი ომი დგომში. არავით არის ჭიდაობა, მხოლოდ სუფთა ექშენი. მესამე ბრძოლისთვის ვირჩევ შონ სტრიკლენდი ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ. ყოფილი ჩემპიონი ნომერ 1 პრეტენდენტთან. სტრიკლენდი ნამდვილი ფენომენია. იმავოვმა ალბათ ტიტულზე ბრძოლის შანსი უნდა მიიღოს, მაგრამ იქნებ ეს ბრძოლა უფრო საინტერესო გამოვიდეს. ვინაიდან ეჭვი მეპარება რომ ხამზატი ამ ქარდზე მოხვდეს და როგორც იძახიან ამ ქარდზე არც ერთი რუსი არ მოხვდება. ეს ალბათ საუკეთესო წყვილი იქნება საშუალო წონაში. თან არ დაგავიწყდეთ რომ მათ შორის პირველი დუელი სტრიკლენდმა მოიგო. პრელიმების მეოთხე ბრძოლისთვის ვირჩევ კერტის ბლეიცი ვალდო კორტეშ აკოსტას წინააღმდეგ. ძიმე წონაში გვყავს კერტის ბლეიცი. მას ძალიან ბევრი უგვირგვინო მეფეს ეძახის და მართლაც ამჟამად საუკეთესო ძიმე წონოსანია ამერიკიდან. ის დაუპირისპირდებოდა ვალდო კორტეს აკოშტას. ამომავალ ვარსკვლავს, რომელსაც მოგება-მოგებაზე აქვს. ეს მართლაც გიჟური დაპირისპირებაა. გამარჯვებული ტიტულზე გადის? რატომაც არა. პრელიმების მთავარ და მეხუთე ბრძოლად ვირჩევ კარლოს ულბერგი ირჟი პროჰასკას წინააღმდეგ. პრელიმების დასასრულებლად გვაქვს ბრძოლა ტიტულის პრეტენდენტისთვის. ულბერგი პროჰასკას წინააღმდეგ დროებითი ქამრისთვის. ეს იქნება დაუვიწყარი შეხვედრა. აღწერასაც კი არ დავიწყებ, თქვენ თვითონაც წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს ოქტაგონზე. ამით პრელიმები დავასრულოთ. მივადექით მთავარ ქარდს. მთავარი ქარდის პირველ ბრძოლად ვირჩევ არმან ცარუკიანი მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ. მთავარ ქარდს ვიწყებთ მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის ბრძოლით. მაქსმა პორიე დაამარცხა, არმანმა კი ჰუკერს მოუგო. ჩემი აზრით ორივე მებრძოლი იმსახურებს შანსს. და ეს იქნება უმაღლესი დონის MMA. მთავარი ქარდის მეორე ბრძოლისთვის ვირჩევ კაილა ჰარისონი ამანდა ნუნეშის წინააღმდეგ. ეს ის ბრძოლაა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ყველანი ველოდით. ჩემი აზრით ისტორიაში ორი საუკეთესო ქალი მებრძოლი. ამანდა დაბრუნდა, კაილა კი ივნისისთვის მზად იქნება. დადგება დრო, როცა საბოლოოდ გავიგებთ ვინ არის საუკეთესო ქალი მებრძოლი. მთავარი ქარდის მესამე ბრძოლისთვის ვირჩევ ალექსანდრე ვოლკანოვსკი ლერონ მერფის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებული სატიტულო ბრძოლა იქნება. ვოლკანოვსკი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს და წარმოიდგინეთ რომ ის დაუმარცხებელ ლერონ მერფის დაუპირისპირდეს. ასეთ დიდ ქარდზე კარიერის დასრულება ალბათ ღვთაებრივია. ვოლკს სურს დაამტკიცოს, რომ წასვლამდეც კი იგი საუკეთესოა. მივადექით თანამთავარ ბრძოლას. თანამთავარი ბრძოლისთვის ვირჩევ ალექს პერეირა ჯონ ჯონსის წინააღმდეგ. ორი ლეგენდა, ორი MMA-ის სახე. ერთ მხარეს ჯონ ჯონსია, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი. მეორე მხარეს კი ალექს პერეირა, მსოფლიოში ყველაზე მოწონებადი მებრძოლი. ალექსი ყველას უყვარს, მეც მიყვარს, თქვენც გიყვართ. და ეს ის ბრძოლაა, რომელსაც ყველა MMA-ის გულშემატკივარი იმსახურებს. დადგა main event-ის დროც. UFC თეთრი სახლის მთავარი ბრძოლისთვის ვირჩევ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. ბრძოლა მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის. თოფურია pound for pound ნომერი პირველობისთვის იბრძოლებს და ამ ბრძოლის შემდეგ მიდის მესამე წონით კატეგორიაში მესამე ქამრისთვის. მეორეს მხრივ ჯასტინ გეიჯისთვის ეს ტიტულის მოპოვების დიდი შანსი იქნება და ამავდროულად მისი ბოლო ბრძოლა UFC-ში. ლეგენდარული კარიერის ლეგენდარული დასასრული. ეს ჩემი საოცნებო სცენარი იყო თეთრი სახლის ქარდისთვის. იმედია მოგეწონათ ჩემთან ერთად მისი აწყობა. თქვენ როგორ გონიათ ესეთი ქარდი თუ გაიმართა, ვინ მოიგებს ამ დაპირისპირებებში? დამიწერე კომენტარი და არ დაგავიწყდეს ვიდეოს დალაიქება. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.